ყოველჯერზე, როცა ცდილობ, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო, გრძნობ სიმძიმეს სხეულში, მკლავებში. ეს არ არის სიზარმაცე. ფიქრები და ემოციები იწვევს ქიმიურ პროცესებს და სხეული გამოიმუშავებს მათზე დამოკიდებულებას, ზუსტად ისე როგორც ნარკოტიკზე. როცა ვცდილობთ ჩვენი არასასურველი სიტუაციის შეცვლას, სხეული გვეწინააღმდეგება. არ აქვს მნიშვნელობა ეს ეხება ფულს, ურთიერთობას, პროექტს, სამსახურს თუ რაიმე სხვას. სხვაგვარად რომ ვთქვა, თუ კი ცუდ სიტუაციას თავს ვერ აღწევ, შენში არის რაღაცა ნაწილი, რომელსაც უნდა ამ სიტუაციაში დარჩენა. იმიტომ რომ მისგან რაღაცას იღებს. იმისთვის რომ ამ სიტუაციას თავი დავაღწიოთ, უნდა ვიპოვოთ ეს ნაწილი და გავარკვიოთ რა უნდა. მე პირადად მოვიფიქრე ეს სავარჯიშო, რომელიც ძალიან დამეხმარა. პირველ რიგში ჩამოწერე ყველა ის თავის გამართლება, რომელსაც იმიზეზებ, იმისთვის რომ ნაბიჯი არ გადადგა. ჩემს შემთხვევაში პროექტი უნდა გამეკეთებინა და ვიმიზეზებდი, რომ ასეთი რამ აქამდე არასდროს არ გამიკეთებია, გამოცდილება არ მაქვს. ხვალ გავაკეთებ, რომ არ გამომივიდეს, გვიანია და ასე შემდეგ. გავფრთხილებ, რომ ტვინი ძალიან ჭკვიანია და ისეთ მიზეზებს მოიფიქრებს, რომ ვერც კი წარმოიდგენ, რომ ამ საკითხს უკავშირდება. კარგად წაიკითხე ეს მიზეზები და დაფიქრდი, რეალურად რის დაცვას ცდილობენ ისინი. იმიტომ რომ ეს მიზეზები არის ტვინის მიერ შექმნილი თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც ჩვენში იცავს რაღაცა სათუთს. იმ ნაწილს, რომელიც წარსულში სავარაუდოდ უკვე გახდა ემოციური ტკივილის მსხვერპლი. და აი ვიზუალურადაც რომ დაგანახოთ, აი ეს საწყალი არის ის, რის დაცვასაც ცდილობს ჩვენი ტვინი და ეს კედლები არის ის მიზეზები, რომლებსაც ვიმიზეზებთ. ჩემს შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ეს მიზეზები ცდილობდნენ დაეცვათ ის, თუ როგორ ხედავდი მე საკუთარ თავს. ხედავდი როგორც ადამიანს, რომელსაც აქვს უნარი, რომ შეეჭიდოს და გაუმკლავდეს საკუთარ სირთულეებს. და თუ კი რაღაცას ვცდი და არ გამომივა, ეს ყველაფერი ჩემს თვითშეფასებაზე იმოქმედებს უარყოფითად. ამიტომ ტვინი თავისი ჭკუით ცდილობს რომ დამიცვას და ჯარისკაცებად იყენებს სწორედ აი ამ მიზეზებს. და მორჩა, გავიჭედე, ისე რომ ჩემს ცნობიერამდე ეს ინფორმაცია არც კი მოსულა. შემდეგზე, როდესაც საკუთარი ცხოვრების შეცვლას გადაწყვეტ და აი ამ სიმძიმეს იგრძნობ სხეულში, ნუ მიაწებებ საკუთარ თავს ზარმაცის იარლიხს. ნაჯექი, ეს სავარჯიშო გააკეთე და შეეცადე მიაგნო აი იმ სათუთ ნაწილს, რომლის დაცვასაც ცდილობ შენივე გონება. შემდეგ კი ეტაპობრივი ქმედებით და ნაბიჯებით დაუმტკიცე რომ ცდება.